მორიგი ამნისტია სავარაუდოდ გიორგობის დღესასწაულზე განხორციელდება. ამჯერად ამნისტია ნარკოტიკების მომხმარებლებს შეეხებათ. სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს მათ ვინც ნარკოტიკები უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გადაზიდა, ასევე 273 მუხლით მსჯავრდებულებს, რომლებსაც ნარკოტიკების მცირე ოდენობის შენახვა შეძენა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება შეედებათ, ბრალი სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახავდებათ. ეს არის დიდი ამნისტია. ის არის ნაწილი იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმისა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვდგევართ ლიბერალური რეფორმების წინ, ვისაც უნდა რომ ეს დაინახოს. ქრისტიან დემოკრატები კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ისინი არა მარტო დარჩენილი, არამედ მთლიანი სასჯელის განახევრების მომხრეები არიან. ესენი არიან ნარკომანები, რომლებიც არიან ავადმყოფები და არა დამნაშავეები, რომლებსაც აქვს დამოკიდებულება და ამ ადამიანებს თუ არ ალტერნატივას თუ არ შესთავაზებს სახელმწიფო, მაშინ ეს ადამიანები ზუსტად ერთ კვირას, შემდგომ კვირაში უკან შებრუნდებიან და ჩვენ გვაინტერესებს ვიკითხოთ დღეს რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის რომ ეს ადამიანები უკან არ აღმოჩნდნენ. საკუთარი ინიციატივა აქვს ჯონდი ბაღათურიასაც ის ამნისტიის შესახებ კანონში სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის შეტანას ითხოვს, რომლითაც სასჯელს ავტოსაგზაო შემთხვევების გამო იხდიან. აუცილებელია რომ შეეხოს გარდა 260 მუხლის პირველი ნაწილის ასევე მეორე ნაწილსაც, იმიტომ რომ განსხვავება 260-ის პირველ და მეორე ნაწილებს შორის არის უბრალოდ მოხმარებული ნარკოტიკის სახეობაში და ეს აბსოლუტურად გაუგებარი და უსამართლო და უსაფუძვლო იქნება. საპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნები და ინიციატივები საკომიტეტო მოსმენაზე არ გაითვალისწინეს. საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი არგუმენტები აქვს. სამწუხაროდ ბევრ მათგანში ვერ შევთანხმდით, ბევრი შეთავაზება ვერ გავითვალისწინეთ. ახლა ჩვენ ოპონენტები თვლიან, რომ არ არის განსხვავება 260 მუხლის პირველ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის. მე ვთვლი, რომ არის მნიშვნელობა, აქვს მნიშვნელობა იმას, რომ რა რაოდენობით ნარკოტიკს ინახავს და რა ნარკოტიკს ინახავს ესა თუ ის პირი. სასჯელი იმ პირებსაც გაუნახავდებათ, რომლებსაც ამნისტიის გამოცხადებისას სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში ამნისტია დაახლოებით 1500 ადამიანს შეეხება.